Or is their new instrument, and there, as they were in 93 or ჩვენ საქართველოში ჰიბრიდული ომის წინაშე ვდგავართ. როგორც წესი, ჩვენ ვართ რუსეთის საცდელი პოლიგონი, თუ როგორ უნდა სცადონ რუსული იმპერიალიზმის გავლენის აღორძინება მის გარშემო და მის ფარგლებს გარეთ. ჰიბრიდული ომი არის მათი ახალი ინსტრუმენტი და ისინი როგორც 1993-დან 2008 წელს მას საქართველოში ცდიან. ჰიბრიდული ომი ყველაფრისგან შედგება: პროპაგანდისგან, კიბერშეტევებისგან, არჩევნების მანიპულირებისგან. ისინი ჩვენს საკუთარ დემოკრატიულ ინსტრუმენტებს იყენებენ. ეს არის ტოტალიტარიზმის მიერ დემოკრატიის დამახინჯება, რადგან სწორედ ტოტალიტარიზმი იქნება, რასაც ჩვენ ვხედავთ და ამასთან საბრძოლველად საჭიროა ყველა ელემენტი. საჭიროა ძლიერი სამოქალაქო მდგრადობა და ვფიქრობ, რომ ჩვენ ის გვაქვს. ჩვენი ბრძოლა მდგრადობისთვის, რა თქმა უნდა, არ არის უკრაინელი ხალხის შეიარაღებული გმირული მდგრადობის მსგავსი, მაგრამ ის, რაც თქვენგან გვჭირდება, არის ყურადღება, ყურადღება და ყურადღება, რადგან ეს არის ერთადერთი დაცვა იზოლაციისგან. როდესაც ჩვენი ზოგიერთი პარტნიორი ფიქრობს, რომ მათ შეუძლიათ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა, რათა ისინი ძველ პროდასავლურ პროევროპულ გზაზე დააბრუნონ, ეს ილუზიაა. თქვენ ვერ დააბრუნებთ ქვეყანას ან მმართველ პარტიას, რომელიც ასე შორს შევიდა რუსეთის მკლავებში, მაგრამ თქვენ მაინც შეგიძლიათ მოსახლეობის დაბრუნება. თქვენ შეგიძლიათ მოსახლეობის დაცვა და კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველო დაკარგული არ არის, რადგან ქართველი ხალხი არის ის, ვინც ქუჩაშია და ისინი, ვინც ქუჩაში არ არიან, ხვალ ზეგ გამოვლენ, რადგან ქართველი ხალხის შინაგანი გადაწყვეტილებაა არასოდეს დაუბრუნდნენ რუსეთის ბატონობას.